მოგესალმებით მეგობრებო. ღამე მშვიდობის 12-ს უკლია 20 წუთი. ეხლა ხან შემოვედი სახში და რატომ? მოკლედ ვიყავი გაზის დასატენად. სამსახურიდან მოსული, კიდე ავედი ზემოთ, გაზი დავტენე, ჩამოვედი. გზად ისეთი მაღაზიაში ვხვდა, რომელიც დაკეტილი მეგონა უკვე და რაღაცნაირად გახსნილი იყო და თან მან ტყავა ამის დაფქული კარგი აქვს და ნახოთ, აბა ეხლა გავსინჯავ. შედარება. მართალია ახალი დაფქული არ არის, როგორც ბარონში რომ ვქავენ და ყიდულობდნენ. მოკლედ, დღევანდელ დღეს გიყვებით ქრონოლოგიურად და პირველ რიგში მინდა ვთქვა ის რომ დღეს სიურპრიზი გამიკეთეს დებმა, ეკამ და მაკამ. ტყუპები არიან, თუმცა არ გვანან. და მე მგონი ვთქვი ვიდეოში ადრე და დღეს სამსახურში მოვიდნენ ჩემთან. ეკამაკა კიდეც მოკითხვა კიდევ ერთხელ. ისეთი მოულოდნელი იყო, თან შემოვიდა თანამშრომელი და მეუბნება რომ შენ მკითხულობენო. გავოცდი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმოვიდგინე, მართლა და აზრად არავინა. თან ის მე ხუმრობს ჩემი თანამშრომელი ქალი. თქვიო ვინ არისო, კაციო, ქალიო, ხო და მოკლედ ძალიან გამიხარდა, ხო და ცოტა მომერიდა, იმიტომ რომ მაინც ახლა სამსახურში უფროსიც იყო მოსული და თავად ისე შინაურულად ვერ გრძნობ იქ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად არის ფაქტიურად. და საჩუქარი გამიკეთეს მეგობრებო. ხო დაჩვენებთ ამ საჩუქარს. და ფენი. ესე იგი მე მაპატიეთ და თქვენი შიშის ვეღარაფერი ვერ მithქვამს ვიდეოში. თქვი რომ უბრალოდ ჩემი გეგმები რა გავახმოვანე ხმამაღლა რომ მეთქი ზამთარში მეთქი რა თემებს რომ დავიბან და ანუ დრო ხო უნდა რომ ბუნებრივად გაგიშრეს ხო? ხო და ზამთარში შევიძენ მეთქი. და აი ესეთი საჩუქარი გამიკეთეს მეგობრებო. ახლა გაჩვენებ. ცოტა გათიშული ვარ, გადაკლილი ვარ. ნახეთ რა კარგი ფენია. შეხედეთ მეგობრებო, თავისი ისინი აქვს. ეგრეთ წოდებული რუსულად რომ ეძახიან ნასადკები, ბჭყალებში ჩავსვათ. ну ამას ვიხსნა ალბათ ყოველთვის. ეს მეორე როგორია? კი არც მინახია. აი ესე გავარბივარ და ეხლა ყველაფერს მივიღო. აი ესეც კარგია, ეს უფრო ფართედ იმაშება. ესეთი ფართე ის რა. კარგია, მადლობა ჩემო გოგოებო, აი ძალიან ეხლა ბოლომდე კიდევ ვერ ვგრძნობ რომ დავინახე, ეხლა რომ ჩავხედე და რომ დავინახე ისე აი მაშინ ვიგრძელი. გადაღლილი ვარ აი გეფიცებით გათიშული, მითიშული სიჩქარებიც არ შემიხედეთ, ხო გეუბნებით რა. გავერკვევი ნელ-ნელა. დედნიერი ვარ. ეს პერსონალურად ვერ ვიტყვი რომ ჩემია. სუსოც ხო იბანს თავს და უნდა გაიშროს, სუსოც უშრობთ ხო. ну დედაჩემთან იქ რომ მივდიოდით, იქ ვაშრობდი კიდევაც და ნუ რო ბანაობდა, მე გამოდიოდა, თემებს ვაშრობდი. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა. მაგრამ ძალიან დაღლილი და ეხლა კიდე მოგიყვებით რა მოხდა. ამ საჩუქრის მერე ჩავიბინე, ანუ გავიქეცი ისე სამსახურში. ну ნორმალური დღე იყო ჩვეულებრივი, ვფიქრობ უფრო დატვირთული იქნება, იმიტომ რომ ნელა და ნელა თუ როგორ იტყვიან. გვემატება, ასე ვთქვათ, ხალხი, იმიტომ რომ ახალი როა ხო ხდებით, ახლა უნდა
გაიცნონ, დააგემოვნეს უკვე ანუ ერთი და იგივე ადამიანები შემოდიან, ანუ გემოვნები ძალიან მოსწონთ და იმიტომ შემოდიან, ხო? და ვარ ერთი იმაში რა, გაწამაწიაში. მოკლედ მიჭირავს ეს ოლის ჯოხი ქვია თუ რაც არის რა ეს პლასმასის და სამზარეულოში ეს უწვი და შუქები ჩაქრა და მივხვდი ახლა რომ მან დრო შუქები ჩაქრა, ესე იგი ჩემთან სახშიც ჩაქრა. და სოსო ხომ არ დოა სახში. და სოსო ახლა სახში თავისთავად ყურადღება გადააქვს კომპიუტერთან და მოკლედ. ხო და არ ვიჩქარე, მეთქი ამას ბოლომდე გავაკეთებ საქმეს, ანუ გავწმინდა თქო და გადაურეკავ მეთქი. ეს ფიქრებია და ჩემი თანამშრომელი მეძახის რომ ზარი გამოუშაო სოსომო და ავდექი გადაურეკე. ხო და რა ხდება მეთქი თუ შუქი ჩაქრა, ხო ჩაქრა მეთქი, კიო. ხო და მეუბნება რაღაცა ლაპარაკები ისმისო კარებთანო. ჩვენ კარებთან ძალიან კარგად ისმის. ანუ საუბრები და რაღაც ესეთი. ნუ ეს ხო, ჰა? ხო, არა, ფანჯრიდანაც ძალიან კარგად ისმის. აი არ ვიცი, პატარა ჩურჩულიც კი. არ ვიცი ახლა გარეთ ანუ ჩვენი ხმა როგორ ისმის, მაგრამ ერთხელ უნდა გავტესტო. ხო, მეც არ გამიგია სხვათა შორის ახლა დიდად. შენ მეძახდი ხო, აქედან მაგასაც მოგიყვებით. აქედან რაღაცა მითხარი ხო, შენ რომ ფანჯრიდან რომ ამოვედი. ფანჯრიდან ამოვედი, მეგობრებო, როგორ ჟღერს. ანუ კიბეა რა, კიბეზე ამოვედი ფანჯერასთან. დღისი დილით რომ ამოვედი. ახალი გაგვიძებული ვიყავი, ხო? შენ თუ რამე თუ? როდის აი ხო, კაი. არა, რო გეძახდი, გამაგონე? ანუ ხმა ვერ გავიქ, ხო, ესე ნუ არა, მშვილობა, კაცო. ორივე დახურული იყო? რატო ხურავ? ნუ იმიტომ რომ აი შეხედე ზოგჯერ შეიძლება ცოტა აცივდეს, ზოგჯერ დაწყეს, მე ხომ ცხელა ძალიან. ხო, მოკლედ დილას რაღაცა სამსახურშიც რაღაცა უცნაურობა მოხდა. ნუ ახალი გაკეთებული ხინკალია და ნუ თანამშრომლებმა ახლა მიირთვეს და ნუ მე არ მინდოდა რაღაცნაირად ახლა დილას ხინკალი და რაღაცა და მართლა არ მინდოდა. სერიოზულად გეუბნები. დედას ვფიცავ, შენ თავს ვფიცავ, არ მინდოდა მართლა იმ მომენტში არ მინდოდა. იმიტომ რომ საერთოდ დილას მეგობრებო საჭმელს ვერ ვჭამდი, ისიც აი წიწიბურას და იმას რომ ვჭამდი, თავს ვაძალებდი და მე მივეჩვიე რაღაც პერიოდი. ხო და მეთქი ვკითხე რა, აი თანამშრომელს მეთქი შეიძლება მეთქი ბავშვს აურბენინოთ, ხო, ანუ სადაც ჩავდა ესე პატარა კონტეინერში და ამოვიდა იქიდან, ანუ წრე არ დავარტყი რა, ეზოდან არ შემოვიდი დამეზარა და ფანჯრის მხრიდან, ანუ სხვა ეზო არა პრინციპში ეს და აქედან შემოვედი პირდაპირ. ანუ თამარ მეფიდან პირდაპირ შემოვედი და მოვაწოდე ეს ხო, ნუ ეს დილას იყო. ხო და ეხლა ვუბრუნდებით იმ ამბავს, ესე იგი, ვრეკავდა ლაპარაკები ისმისო კარებთანო. და ესა რაღაცა დამწვრის სუნიაო სოსომეუნება. ეხლა ნახეთ, მე დავფიქრდი. შუქები ჩაქრა. სოსომეუნება რაღაც ლაპარაკების ხმა ისმის და დამწვრის სუნია. გამოიცანით. მე ეგრევე მივხვდი. უეჭველი რაღაცა ხანძრის ვარიანტია თქო. ხო და ეგ რომ მივხვდი, თანამშრომელს ვუთხარი, მეთქი რაღაცა ხდება მეთქი და გამოვიქეცი. იცით როგორი რაღაცა, აი 2 წუთიც რო არ გინდა რა, აქვეა რა მოკლედ სამსახური მაქვს მეზობლად. ამოვირბინე რა, შემოვედი, უბრალოდ ჯერ ეზოში სანამ შემოვედი, ვიხედავ ეს არის რა ქვია. სახანძრო მანქანა დგას. ვხედავ ეს დიდი შვანგები ეზოშია შეყვანილი.
ვაიმე, იცით როგორ ვინერვიულე, მეთქი, ანუ რაღაცა დიდი რო ყოფილიყო, მასიური, ხო? თავისთავად ძველი სახლია, ეხლა კი ქვის არის შიგნით და რაღაც, მაგრამ ქვის თუ როგორც ქვია, ბლოკის თუ აგურის. და გარედან, ანუ არის სულ ხის შუშაბანდები, ფანჯრები, რაღაცა ძველი ხის და ეგრევე დაიფერფლებოდა რა, რამე დიდი რომ მომხდარიყო და შემოვედი ეზოში, დგას ეს ამდენი მეხანძრე, იქით თვითონ სადაც ხანძარი მოხდა, ჩემი კარის მეზობელი მეგობრებო, ის ვინც მჩუკნის ხოლმე რაღაცებს. ხო და მოკლედ ძალიან უცნაურად მომხდარა ყველაფერი, სამზარეულოდან გამოვიდა, როგორც თვითონ ამბობს. გაზზე რაღაცა ქონდა დადგმული, ეხლა რამდენჯერ გაუკეთებია ეგეთი რაღაცა და არ მომხდარა და რაღაცა უცნაურად ესე მოხდა. და მოგიყვებით კიდე მაგასაც რატომ მოხდა. და მოკლედ ეს გაზის ისა ფარდას წაეკიდა ცეცხლი და ავიდა ზემოთ და თურმე მეზობელს დაუნახე იქით მხრიდან, რომ ცეცხლი გამოდის ფანჯრიდან და ესე ჩაუქვიათ რა, აი თვითონ ხო გადარჩა. მე მეზობლებით ჩვენც ხო გადავჭით, ანუ მე ისე ვინერვიულე, რომ მეხანძრები არ მიშვებდნენ სახლში, ანუ რომ ამოსულყავი ხო სულ დაკეტილი ქონდა, ხო არ მიშვებდნენ. რატომ? სახიფათოა შუშები შეიძლება ჩამოცვიდესო რა, იმიტომ რომ დამწვარი იყო ყველაფერი და იქ რაღაცებს ხსნიდნენ. ხო და გავხედე, რომ არაფერი არ ცვიოდა, უცბად ავირბინე, მეჩხუბდი, მაგრამ მე არ დავუჯერე. რას ამბობ, ოღონდ შემოსულიყავი და ანუ სოსისთან შემოსულიყავი. ხო და მოკლედ ერთი ამბავი იყო, მთელი ეს შეკრებილი იყო, აქრობდნენ რაღაც, მე წავიდნენ და ცოტა ხანში ვხედავთ კიდევ არის რაღაცა კერა. ხო, ნაკვეთშხალით რაღაცა ეს ჩამოვარდა, ეს რა ქვია კაცო, ნაპერწკლები. ხო და გადავრეკე მე მეზობლის ტელეფონიდან იმაში პატრულია თუ 112-ში რა და ესე მეთქი იყო ანუ იყვნენ მეთქი მეხანძრები და კიდე დარჩა მეთქი ხანძრის კერა მეთქი და რომ მაინც მოხვიდეთ ნახოთ მეთქი რაღაცა და მოკლედ ახლა დიდი ხანი მე ვერ დავიცდიდი თან დენი ზუსტად მაგიტო გათიშეს უსაფრთხოების თვალსაზრისით და როგორც კი სახანძრო ის შედის, როგორც ჩანს ავტომატურად დენსაც თიშავენ იმ რაიონში და ნუ მოკლედ დღეს ძალიან ემოციური დღე მქონდა. სიხარულის, შოკის, ხო და ცოტა ისეთი მე აი სანამ შუქი გაითიშა. მოდი მიესალმე. ვაიმე. არა უშავს კაცო, მოდი სახლის ფორმაში. გამარჯობა ხო? ხო და როგორ ჩავდა? დავი ჩავიცე, ან ჩამოჭიქი ჩემთან. ხო, ესე ნორმალად ხო? კი. ხო. აი სანამ შუქი გაითიშა, სუნი იყო ეგ, დამწრის. აი ესე მოხდებს. ესე დადიოდა ხობიც რო თამაშობ, ხო. ხო და რომ სანამ შუქი გაითიშა, სუნი იყო, ეგ დამწრის სუნი იყო. და მე რა ვიცოდი რომ იქიდან მოდიოდა, ყველგან იყო გონგოლი. და აი აქ ხო იყო? შეეშინდა, იფიქრე სახში იყო. ანუ სახში გერდა. და რა თამაშობდი, ბევრი რამე ჩავდა შემთხვევით, ვერ მოვასწარი გაჩვენა და სუნია. სუნია? ამან იფიქრა რომ გადაიტვირთა კომპიუტერი და უსუნე მასლეთ სუნი იყო მანდაც. მანდაც იყო? ანუ შემოვიდა ხო, მაგრამ შემოსული. და შემოვიდა გავთიშე კომპიუტერი. და წარმოიდგინეთ რა მოხდა. ერთი 30 წუთიც არ იყო გასული, შუქი გაითიშა. და შენ რა იფიქრე მაგ დროს? რომ ზამიკანია რაღაც, ანუ მოკლედ ჩართვა მოხდა და რაღაც ეგეთი? არა, მე მეგონა ისე გაითიშა, მაგრამ მე რას მივედი მაინც იქ და იქ არის მეთქი. და იქ იყო. ნუ მე ხმები ხო რომ გაიგე? ნუ მოკლედ რა, ესეთი ამბავი იყო მეგობრებო. ხო და თან რაღაცა ძაღლები ყებდნენ იქ. ხო და თან რა ნახეთ რა გააკეთეს უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩემ მეზობელს, ანუ
გაუთიშეს დენი, ცალკე, გადარეკეს, გადმორეკეს მთელი ამბავი, გაუთიშეს, ეხვეწებოდა რომ რა ვქნაო, ანუ უშუქოთო, თან მით უმეტეს ახლა იქ წყალი, ნახშირი, ყველაფერი იფიქრა რომ დავალაგებო რაღაცას და ცხოვრება ხომ მინდაო და შემეცოდა ახლა ძალიან და მე სანამ სამსახურიდან ანუ დავბრუნდებოდი სახლში ვუთხარი რომ სანამ მე მოვალ მეთქი შენ ჯერ დახვდი მეთქი იმას მეხანძრებს მეორედ რომ მოვიდნენ და მე მეთქი ჩემთან შემოდი თქო რა სასოცხო იყო სახლში და ჩემთან შემოდი თქო ჩემთან იყავი თქო ხა აბა სიბნელეში რა ეკეთებინა და ეხა გასულია და კიდე იმაშვება ალაგებს ისეთი ყოჯაღია მეთქი ცოტა ხანი და მეგობრებო ჩემადამ დამირეკა ვანდამ კარგი ხანი მელაპარაკა მერე მეზობელმა ანუ იმ მეზობელმა დღეს რომ ხანძარი ქონდა მან დამიკალკუნა და ვიფიქრეთ ვივახშმებდით მაგრამ ცოტა შეჭამა და ყელში არ გადამდისო საჭმელი მოკლედ ესეთი ამბები ხო და ეხლა დაგემშვიდობებით უკვე დრო ძალიან გაიწელა ამ ლაპარაკში ამ იმაში ამაში მოკლედ და ვიდეოსთვის აღარ დამჭა ბევრი დრო თუმცა მინდოდა კიდე რაღაცეების მოყოლა მოკლედ ეკა და მაგას დიდი მადლობა ფენისთვის ეხლა ვფიქრობ ალბათ ხვალ დავიბან თავს და გავიშრობ გავტესტავ ნახავ როგორ მუშაობს მეგობრებო რომ მიხაროდა რომ შაბათ-კვირას დავისვენებ თქო ჯერჯერობით არ გამოდის და ყოველ დღე უნდა ვიარო ესე ჯერჯერობით რა ვიცი რა იქნება როგორ იქნება ანაზღაურების ამბავში კარგია კი მაგრამ ერთი დღე მაინც კვირაში ხო უნდა იყოს დასვენებისთვის ხო და ამიტომ ველოდები კიდევ ანუ პასუხს რა რომ მე გამოჩნდება ისეთი ვისაც აწყობს თქვათ კვირაში ერთი დღე ორი დღე შაბათ-კვირა იქნება თუ შაბათ-სამშაბათი რა მნიშვნელობა ხო და ესეთი ამბები მეგობრებო კარგით დაგემშვიდობებით ძალიან მეძინება ეხლა მოთენთილი ვარ ფეხებიც მტკივა მთელი ღამე მიფეთქავს ფეხები და დილას აი თითქოს ჩამიცხრასავით მაგრამ დღეს რო წავედი დილას სამსახურში კიდე მტკიოდა ანუ წინა დღის ფეხის ტკივილი გამოყვა კარგით მეგობრებო ეხლა მოვაჩინე რომ სოსოს დამტროულ ტელეფონს არ აქვს ისა თვითონ ბარათი სადაც ჩდება ამოღებულია ხელოსანს დაავიწყდა და ავდგები და უნდა ეგაც მოვაგვარო მახსოვს სად ვიყავი ვისთან ვიყავი თუ არ დაკარგა რო აწყო რა ტელეფონი რო არ წავიდა ის ეკრანი აწყო და ეტყობა იმის ჩასმა დაავიწყდა და იქ რაღაცას უგდია თუ გადააგდო მოკლედ არ ვიცი რა ხო ვანდამ ახალი ტელეფონი იყიდა ისევ აიფონი და ის ძველი აიფონი დროებით ეკნება სოსოს რომ ანუ მე მქონდეს კომუნიკაცია ახლა საფიქრალში ვარ ჩავარდნილი ნომრის ყიდვა ან იმას თუ ვიპოვეთ ანუ თუ ეკნება იმ ხელოსანს ხო კაი იმ ნომერს ჩავსვავ და თუ არა და ახალი ნომრის ყიდვა მომიწევს არა და მომწონდა ის ნომერი კაი ნომერი იყო კარგით მეგობრებო დროებით დაგემშვიდობებით უпроსტად ხვალამდე საღამომდე კარგით ძილინებისა ვინც საღამოს ვიყურებთ ანუ ღამე მიყურებთ ძილინებისა ტკბილი ძილი ლამაზი სიზმრები და ვინც დღისით მიყურებთ წარმატებული დღე ენერგიული დღე კარგით აბა გაგოცეთ